2021 წლის მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 25. ორი ბრტყელი სარკე ერთმანეთთან მართკუთხედს ქმნის. მათი წერტილი მოძრაობს სარკეების მართობულ სიბრტყეზე ვეს სიჩქარით ერთ-ერთი სარკისადმი ალფა კუთხით. როგორც ნახატზე გვაქვს მოცემული და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ სარკეებში ამ წერტილის პირველი წარმოსახვითი გამოსახულებების ფარდობითი სიჩქარე. კარგით, მოდით სარკე გადავიხაზოთ ახლა ეს ნახაზი. დავუშვათ ეს იყოს პირველი სარკე. ანალოგიურად ამის მართობ სიბრტყეში დევს მეორე სარკე. ეს არის მეორე სარკე. აი აქ მოვათავსოთ, დავუშვათ აქ მოვათავსოთ მათი წერტილი, რომელიც მოძრაობს გარკვეული ვეს სიჩქარით და ერთ-ერთი სარკისადმი ალფა კუთხით. კარგით, ახლა რა იქნება ამ წერტილის, ეს არის მეორე სარკე, რა იქნება ახლა ამ წერტილის წარმოსახვითი გამოსახულება დავუშვათ მეორე სარკის მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ წერტილის მათი წერტილისიდან მეორე სარკემდე მანძილი არის 4, წარმოსახვითი გამოსახულებიდან სარკემდე მანძილი შესაბამისად 4-ის ტოლი იქნება, აი აქ იქნება. ანალოგიურად სიტუაცია იქნება პირველი სარკის შემთხვევაში. ასე ბატონო. ასე გავავლოთ. უფრო კარგად გამოჩნდეს. შესაბამისად, აქ სიჩქარე იქნება ასეთი სახით მიმართული. ამის სიჩქარე იქნება აქეთ მიმართული, ალფა კუთხე იქნება ანალოგიურად ეს და ეს კუთხეც იქნება ალფა. ასე, ახლა თუ დავაკვირდებით, ეს არის რეალური მათი წერტილი მოძრაობს ვეს სიჩქარით, შესაბამისად წარმოსახვითი გამოსახულებაც მოძრაობს ვეს სიჩქარით და მეორე სარკეში მოძრავი მათი წერტილის წარმოსახვითი გამოსახულებაც მოძრაობს ვეს სიჩქარით. ახლა თუ დავაკვირდებით, აი ამ სიჩქარეების განლაგებას ერთ წრფეზე იმყოფებიან, შესაბამისად ვეფარდობითი ტოლი იქნება. პირველი წარმოსახვითი გამოსახულების ფარდობითი სიჩქარე იქნება ვ-ს დამატებული ვ, ეს კი ტოლი არის 2 ვ-ი. ანუ პასუხი არის E.